საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების ფაქტებზე 18 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და ოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, ფსიქოტროპული ნივთიერება, პრეგაბალინი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი. 13 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების, ჯგუფურად დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და გასაღების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 5 პირს ბრალდება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვა და გასაღების ფაქტზე წარედგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ნაწილს ასევე ბრალდება წარედგინათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტებზე. პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ბრალდებულების უმეტესობას უკვე შეეფარდა პატიმრობა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.